უახლესი ანგარიში აჩვენებს იმას, რომ სოციალურ ქსელში ბავშვებზე სექსუალური ძალადობის შემცველი მასალები, ფოტო თუ ვიდეო მასალა, მათი რაოდენობა უფრო და უფრო იზრდება და როგორც ანგარიში ვკითხულობთ, მასალების 62% სწორედ ევროკავშირის ქვეყნებში ვრცელდება და ამ შინაარსის ყველაზე მეტი მასალა კი ნიდერლანდებში არის გავრცელებული. მკვლევარებმა დაახლოებით 83,000 ლინკი მოიპოვეს, რომლებიც სწორედ ნიდერლანდებს უკავშირდებოდა და ბულგარეთი, რუმინეთი, ლიეტუვა და პოლონეთი არიან შემდეგი ქვეყნები, სადაც ბავშვებზე სექსუალური ძალადობის ამსახველი მასალები ქვეყნდება სოციალურ ქსელში. საბოლოო ჯამში კი აღმოჩნდა, რომ 291,000 მასალა გამოქვეყნდა სოციალურ ქსელში, რომლებიც ბავშვებზე სექსუალურ ძალადობას ასახავს და ინტერნეტ მეთვალყურეობის ფონდმა ასევე აღმოაჩინა ისიც, რომ ბავშვებზე სექსუალური ძალადობის მასალების ნაწილი ხელოვნური ინტელექტის მიერ არის შექმნილი და 2023 წელს საერთაშორისო სამართლის მისიისა და ნოდინგჰემის უნივერსიტეტის მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით გამოჩნდა, რომ თითქმის 9 მილიონი ფილიპინელი ბავშვი სექსუალური ძალადობის მსხვერპლი ხდება, მხოლოდ იმიტომ, რომ შემდეგ ინტერნეტ სივრცეში განსათავსებელი ახალი მასალა შეიქმნას და ტექნოლოგიურმა კოალიციამ, რომელიც 40-ზე მეტ კომპანიას აერთიანებს, 2024 წელს ბავშვთა სექსუალური ძალადობის ამსახველი 7,000-ზე მეტი მასალა გამოავლინა და ამ კოალიციის წევრ კომპანიებს შორის არიან პლატფორმები Meta, Discord, Nintendo და ასევე ბევრი სხვა და სწორედ ამის გამო ინტერნეტ მეთვალყურეობის ფონდის წევრები აცხადებენ, რომ აუცილებელი არის, რომ პლატფორმებმა გადადგან უფრო პროაქტიული ნაბიჯები იმისთვის, რომ სოციალურ ქსელში მსგავსი შინაარსის მასალები არ გავრცელდეს და თუ გავრცელდება, მალე აღმოიფხვრას და სწორედ ამასთან დაკავშირებით ევროკომისიაში უკვე მუშაობენ. 2024 წლის თებერვალში ევროკომისიამ გააფართოვა ის ფარგლები, თუ რა შეიძლება ჩაითვალოს დანაშაულად, მათ შორის არის როგორც ამ მსგავსი შინაარსის მასალების გავრცელება, ასევე დაემატება მათ რაოდენობას ხელოვნური ინტელექტის მიერ შექმნილი მასალები, რომლებიც ასახავს ბავშვებზე სექსუალურ ძალადობას და შემდეგ მათი გავრცელება და ევროკომისიაში აცხადებენ, რომ დაუყოვნებლივ ჭირდებათ ბავშვებზე სექსუალური ძალადობის შესახებ რეგულაციების შემოტანა და ასევე აუცილებელი არის, რომ სწორედ ამ რეგულაციებს დაემორჩილონ კომპანიები, გადადგან უფრო პროაქტიული ნაბიჯები და ასევე აქ საუბარი იყო კონკრეტულად ხელოვნურ ინტელექტზე და მას შემდეგ, რაც ეს რეგულაციები იქნება მიღებული, მკაცრად იქნება დასჯილი ის ადამიანი, რომელიც ხელოვნური ინტელექტით შექმნის ბავშვებზე სექსუალური ძალადობის ამსახველ ვიდეოებს და შემდეგ გაავრცელებს ამას სოციალურ ქსელში.